ერთ-ერთი მრავალთაგან, ვისაც რეჟიმი ადმინისტრაციული სასჯელით ემუქრება, ანა ტყებუჩავა მსახიობის საქმის გადაწყვეტილება 18 თებერვალს გამოცხადდება. საომშვიდობისა ანა დღესაც ჩვენთან არის სტუდიაში. ფორმულას მაყურებელი მას განსაკუთრებით კარგად იცნობს სერიალ ჩემი ცოლის დაქალებიდან ის მთავარი პერსონაჟია. მოკლედ მთელი გამოცდილება ჰქონდა მას ბოლო სეზონში სასამართლოსთან ურთიერთობის ახლა აღმოჩნდა თავადაც განსასჯელის სკამზე. ანა, უკვე მეორედ დარბაზში აი ამ სკამზე ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდი საკუთარ თავს აი ამ პოზიციაზე ეს რა გამოცდილება? ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის ცუდი. როგორც მსახიობისთვის ხო ცოტა ეგოისტურად და ვიტყვი რომ ძალიან კარგი. თუმცა თვითონ ფაქტი ის რომ რა აბსურდშიც აღმოვჩდი, აი ეს ჩემთვის იმდენად რთული იყო, იმიტომ რომ არ იცი რას უნდა ელოდო და კარგს არ ელოდები და რაც არ უნდა მართალი იყო და ეს უმნიშვნელოვანესია რომ მართალი ხარ, მაინც რა თქმა უნდა არის ეს რაღაცა სტრესი, იმიტომ რომ ასეთ რაღაცასთან პირველად მქონდა შეხება და არ იყო ესეთი ადვილი. მოქალაქე ხარ, რომელსაც გაქვს შენი სიმართლე, მაგრამ არ გაქვს განცდა, რომ ამ სიმართლით შეძლებ რაღაც დაამტკიცო, ხო? აი რა სამხილებია თქვენს წინააღმდეგ? და როცა ამას უყურებს მოსამართლე, რას ამბობს? მოსამართლეს ჯერჯერობით არაფერი არ უთქვამს, მისი აზრი ჩემთვის უცნობია, ხოლო სამხილებს რაც შეეხება, ეს არის რაღაცა დაახლოებით 10 წუთიანი შუალედით ვიდეო და ფოტომასალა, სადაც ჩანს რომ სხვა ადამიანებთან ერთად უკვე გადაკეტილ, ასე ვთქვათ, 7 გადაკეტილ რუსთაველზე ძალიან ბევრ ხალხში ვდგავარ და ეს არის სამხილი რომ როდესღაც რამდენიმე 20 თუ 15 წუთის წინ ეს გზა გადაიკეტა და რახან აქ დგახარ, ესე იგი სავარაუდოდ გადაკეტა. სავარაუდოდ ანუ ესეთი ჰიპოთეტური ხო, სავარაუდოდ შენ მიიღე ამ გადაკეტვაში მონაწილეობა. ეს იყო ალბათ ის არა ქვია. ძალიან კარგია, როდესაც ასე სავარაუდო სიტყვა ჩდება ხოლმე. სასაცილო არის ხო? თუმცა მაინც ჩემი აზრი რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენიც მინდა ვიკითხო, შემთხვევითი არ არის ტარგეტირება, ასე მიზანმიმართულად, მსახიობების შერჩევა, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების შერჩევა, მიიჩნევთ თუ არა თავს ასეთად? ანუ თქვენ რომ არ ყოფილიყავით რაღაცა თვალსაზრისით პოპულარული და თქვენი აზრის შესაბამისად საინტერესო საზოგადოებისთვის აღმოჩნდებოდით თუ არა ამ ადგილზე როგორ ფიქრობთ? ხო, იცი არის არ ვიცი, მადლობა თუ ეს რაღაცა კომპლიმენტის ამის ასე მოყვა ცნობადობას გამო. მათ თქვეს რომ ანა ვიცანით, უბრალოდ ძალიან მარტივი საცნობი იყო. ხო, თქვენ ოჯახის წევრები ყველასი ვინც უყურებდა, ხომ? ამდენი წელია ჩემი ცოლის დაქალებები მიდის, ხომ? და იცნობთ ფაქტობრივად მთელი საქართველო. ხო, აი ჩემ ადვოკატმა კითხა, რომ რაღაცა განსაკუთრებული დღე იყო ეს 9 იანვარი და ამის გამოძიება მოხდა და ამის საქმეზე ანასთან ერთად კიდე სხვებიც დააჯარიმეს და სხვასაც ჰქონდა დაგვარი ის რა ქვია ადმინისტრაციული ჯარიმა წარდგენი თუ არა და არა მათ თქვენ მარტივად უბრალოდ ხალბატონი ანა ყოველთვის ნაცნობია და ჩვენ დავინახეთ რომ იქ იყო და ამიტომაც დავაჯარიმეთ. ძალიან გულწრფელი იყო ფაქტობრივად. კი, ამ შემთხვევაში ძალიან გულწრფელი პასუხი გაგვცეს ასეთი ხო. სასამართლო დარბაზებში არ არის ტევა გამორჩეული მოქალაქეების და მათ შორის თქვენი პროფესიის ხალხის ამას რას უკავშირებთ? ხო, ეს არის ალბათ ხედავენ რაღაცა გავლენის საშიშროებას, იმიტომ რომ აი დღევანდელი სასამართლოს, რომელიც აბსოლუტურად აბსურდი იყო ნინოს, ლაშას და არ ჩამოვთვლი ხარ, ვინმე არ გამომჩეს. არ ვიცი, ესეთი ლაშასნაირი საამაყო პედაგოგი ჩვენ ქვეყანას ბევრი არ ყავს. ლადოსი, კი, ლადო აფხაზავას ლაშა ჩხუმიანზე და კიდე ვიღაცებზე მინდა ყურადღების გამო და არ მინდა რომ დამავიწყო. ლადოზე, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მშობლისთვის მართლა ზისხივი არის ასეთი ადამიანები ამ ქვეყანაში. და ყველა მშობელი ოცნებობს რომ მის შვილს ასეთი პედაგოგი შეხვდეს, ხო? და ძალიან დიდი გამართლება ეს ყველა მშობელი დამეთანხმება. არ ვიცი, ასეთ ადამიანს რა შეიძლება ედაო და იმაზე მეტი რა უნდა გააკეთოს მან, როგორიც არის თავის პროფესიაში და როგორ არა მარტო ჩვენი ქვეყნით, არამედ მსოფლიო მასშტაბით როგორ ასახელა ეს ქვეყანა და აი მე ვერ ხვდები გარდა და ეხლა მარტივია რაზეც ვლაპარაკობთ ის რომ ეს დაშინება ეს არის სამაგალითო დასჯა და
ალბათ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მესიჯი, რომ თქვათ ჩვენ ამათ ვაჯარიმებთ და თუ ამათ ვაჯარიმებთ, ესე იგი თქვენც ხო ასე. თუმცა ჯერჯერობით დღე ჩვენ გვაქვს ცნობები და ამაზე ღიად საუბრობენ ადვოკატები, რომ შედიან საკნებში და ადამიანებს, ვინც არიან დაკავებულები, ეუბნებიან, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, ან ხელი დაადონ სხვას და ბევრ სხვადასხვა ისტორიას უთხრსავენ, რომ სხვა გამოსავალი მათ უბრალოდ არ აქვთ. მაშინ ცდილობენ დარწმუნებას, რაც იმის ნიშანია, რომ სისტემამ ერთი ადამიანის ვერ გატეხა ჯერ. აი, ერთი ადამიანი ვერ გატეხა, რომელიც იტყოდა, რომ მორჩა, დავჯერიმდი, მე წავედი სახლში. ასეთი ადამიანი ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ, ხომ? აი, რას ცდილობს, რა რისკენ მიდის, როგორ ფიქრობ და რა შედეგებს დადებს აი ასეთი მსხვილი კალიბრის სადამსჯელო ღონისძიებების შემდეგ, ხომ ჯარიმებზე ხომ არ არის მხოლოდ საუბარი აქ ჩვენ ნახეთ ქალები, ჩვენ ნახეთ სასტიკად ნაცემი ადამიანები, წამების ფაქტები ხომ პირდაპირ მაინც შედეგი როგორ ფიქრობთ, დადგება თუ არა, სასარგებლო ბრჭყალებს ჩავსვათ ხელისუფლებისთვის. არ ვიცი, მე იცი რა არის, რაღაცებზე ყველაფერზე აზრი არ მაქვს. და ხო, მე უბრალოდ ჩემთვის როგორც ადამიანისთვის ხო წამიკითხავს, რომ არის ესეთი შეთავაზება, ეუბნებიან, რომ აი ძალიან ცოტა ხალხი დგას, ხალხი ნელა იშლება, აღარავინ აპროტესტებს და თქვენ აი ესე დარჩით საკანში ეს უბრალოდ და ჯერ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის ხართ თქვენმა და თქვენ ხედავთ და თქვენი სახელები ამ ქვეყანას ყოველთვის ემახსოვრება. და თქვენ იმაზე მეც აკეთებთ, ვიდრე დღეს რეალურად ვისაც ეკუთვნის საქმის გაკეთება და ჩვენ ამისთვის თქვენ პატივს გცემთ და თქვენს შთამომავლებსაც ემახსოვრება და იამაყებენ თქვენით. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ყველანაირი მეთოდებით ეცდებიან, რომ გატეხონ ეს ხალხი და რაღაცა საერთოდ არ მესმის თუ ადამიანი დამნაშავეა უბრალოდ ბოდიშით ან უბრალოდ რო იყო რაღაცა იგივე მზე ამაღლობელზე ხო რომ აი ხო მონანიებით ეს რაღაცა სრული აბსურდია თვითონვე აყენებენ შეურაცხყოფას იმ კანონს რასაც წესი თვითონვე უნდა იცავდეს მაგრამ თუ დრო გვაქვს მე შეიძლება არ იყოს ასე ვთქვათ პოპულარული აზრი ისე თქმაც მინდა, მაგრამ დღეს იმაზე რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ამაზე არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ მე როგორც რიგით მოქალაქეს დღეს ძალიან მინდა ოპოზიციურ პარტიებს ვთქვა რამოდენიმე სიტყვა, თუ გამის შესაძლებლობა მაქვს, იმიტომ რომ მე არ მოვედი დღეს მათ გასაკრიტიკებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ერთმანეთის კრიტიკის დრო არ გვაქვს. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა, რომ მე პირადად ძალიან მაკლია მათი ისეთი ქმედებები, რომელშიც მათ ცოდნას და ამ ქვეყნის სიყვარულს დავინახავ. რა თქმა უნდა, არაფერში არ ვადანაშაულებ, პირიქით, უბრალოდ ის რაღაცა ჩვენ ეს გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ძალიან გვეიმედება, მე მინდა რომ კიდევ აი ესეთი აქტიური დავინახო და კიდევ თქვენ შეიძლება არ მოხვიდეთ რუსთაველზე და ეს არ იყოს ეს სცენა თქვენთვის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თქვენი ოფისების წინ გამართოთ და ოფისების წინ ისაუბროთ იმაზე, რისი გაკეთება არის შესაძლებელი. მათ აქვს ცოდნა, ბევრ ჩვენს მაყურებელს ეხმიანებით ახლა განწყობას. აი მე გეტყვი, ეხლა არ მინდა რომ დათო სიმონია, ლაშა ჭვიმიანი, მზია ამაღლობელი და ზამირ პესკვასვილი მოშიმშილები და ადამიანმა რომელმაც უბრალოდ გამოვიდა და თავი დაიწვა. რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი მაგალითი და ამისკენ არავის არ მოუწოდებ, მაგრამ ამ ადამიანებმა ნახეს ფორმა, იმიტომ რომ მეტი სხვანაირი მოქმედება არავის ყურამდე არ მივიდა. მეტი რანაირად უნდა თქვას ადამიანმა, რომ მას ძალიან უჭირს, მისთვის ძალიან მძიმეა და მარტო, აი მარტო. ჩვენ ხო მე პირადად იქ იმისთვის ვარ, რომ მოურჩეს ამ ქვეყანაში ის განცდა, რომ მე ცალკე ვარ, მარტო ვარ. შენ ცალკე ხარ და აი ამ ქუჩებში რომ დავდიოდეთ, არ გქონდეს ის განცდა, რომ აი ამ პრობლემებთან შენ ხარ მარტო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს მეგობრები, ოჯახის წევრები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო გვჭირდება ჩვენს გვერდით, რომ გვიცავდეს. და ამ შემთხვევაში მე როგორც ადამიანს ძალიან მაკლია დღეს ოპოზიციური პარტიების ისეთი ქმედებები, რომელიც ამ პროცესს გახდის უფრო სწრაფს, უფრო შედეგიანს და
არ ვიცი, როგორ პოლიტიკური პროცესი გაკლიათ, პოლიტიკური თუ თავგანწირვა გაკლიათ მათ. თავგანწირვა, ეხლა უბრალოდ ლამაზი სიტყვები და ხმამაღალი სიტყვები აღარ გვინდა, ეს აქტიური ქმედებები, რომელიც დაძრავს რაღაცას, რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ, იმიტომ რომ ხალხმა თავისი და ყოველდღე აკეთებს და ეს მარშები იქნება თუ ეს მშვიდობიანი პროტესტი, ეს ხომ არ არის მხოლოდ დღევანდელი ქართული ოცნების წინააღმდეგ, ეს ხომ მომავალშიც ეს ხო ამისი დემონსტრაციაც არის, რომ ამ ქვეყანაში რომელი პოლიტიკური პარტიაც არ უნდა მოვიდეს, ამ ჩვენ უკვე შეგვიძლია მათ მოვთხოვოთ, მიუნიშნოთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა. ეს არის ყველასთვის. აუცილებლად გასაგონი მათი მხრიდან. კი, ნამდვილად, თუ მე მესმის ეს კომპლექსები, რომ თქვენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ადამიანები უნდა შევიდნენ, ეს გაერთიანებული ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და მერე უნდა ეს პოლიტიკურ ჭრილში უნდა წავიდეს ხო ამ ქვეყნისგან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან გააქტიურდნენ. ეთერში, რომელიც განაჩენს ელის 18-ში.